ეხლა თვითონ როგორ მაგალითს გვაძლევს. აი აქ როცა ვამბობდით, რა არის ეს განსასწელში რო არ შევიდე. ღვთისნება განსაზღვრო და აუტროს თვითონ მასწავლის. მას ხო აქვს ადამიანური ბუნება. ადამიანურ ბუნებას ხო ადამიანური ნება აქვს. და ხო მასწავლის ეთყო და მამაო, უკვე თუ გნებავს თანაწარსვლად სასმელი ესე ჩემგან, ანუ პრაგმატულად ეხლა თუ შეხედავს ხო ადამიანი, ეხლა ნუ საშნელი ტანჯვა რა საჭიროა ისე გამოვიხსნათ. თუ შესაძლებელია ეს სასმელი გავწიოთ ჩემგან, არ მინდა. და ანუ ეს ამით მე მაჩვენებს რომ პრაგმატულად რო შეხედოს, ხო? შეუძლია ესე თქვა, ყოვლის შემძლეა რა, აუცილებელია რომ საშინლად იტანჯოს და იქვე, ხოლო ნუ ნება ჩემი არაბნად ნება შენი იყავ. აი ეს განსაცდელზე მესაუბრება, მე იქვე მე მაჩვენებს. თუ რა არის განსაცდელი, როდესაც მე მგონია, ჩემი გონიერებით პრაგმატული ჭკუით, რომ რაღაცა სწორად ვიქცევი, მაგრამ ეს ღვთისნებასთან თანხვედრაში არ არის. ამიტომ იქვე უნდა მხოლოდ შენი ნება იყავს, მეტკინოს, გავიტანჯო, მაგრამ იყოს შენი ნება ახსრულდეს. გესმით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს და სადაც ქრისტეა უცოდველი კრავი, ის ხო მისი ადამიანური ბუნება ხო ჩვენგან იმით განსხვავდება, რომ აბსოლუტურად უცოდველი იყო, გესმით? და სადაც აბსოლუტურად უცოდველი, სრულად ემორჩილება ღვთისნებას თავისივე თავში, თავისივე პიროვნებაში, არა ჩემი ადამიანური, არამედ შენი ღვთაებრივი ნება და ეს დამორჩილება შედეგად გამოიწვევდა საშინელ ტანჯვას მისი ადამიანური ბუნებისა. თუ ამას ქრისტე აკეთებს, ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ ღვთისნება გამოვიძიოთ და დავემორჩილოთ, თუ ესე როგორც გული გვიკარნახებს და მოგვეხასიათება, ეგრე უნდა ვიცხოვროთ. და ეგრე რომ ვიცხოვროთ, გამოვა რომ სულ განსაცდელში ვიქნებით, ანუ იმ ეს დემონურ გამოცდაში, რომელსაც ვერასოდეს ვერ ჩავაბარებთ და თან გვექნება ილუზია, რომ ვაბარებთ. და ხო გესმით, ამის გაშიფრა სად მოხდება, გარდაცვალების ჟამს და მტრისას, თუ ჩვენ აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი ნებით გვიცხოვრია.